რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროს ხავს უაღრესად საინტერესო და ძალიან მაგარი ავტორები. მაგარი ავტორები როგორც პრაღაში, ასევე მაგარი ავტორები თბილისში, ერთმანეთზე უკეთესები მეთქი, ვიტყვი ასე. ბევრ მათგანს მე ვიცნობ, ბევრ მათგანთან მეგობრობ კიდეც, გავაუყოფ რა საკვირველია ხო, ჩემს მეგობარს ნინო გელაშვილს, რომელსაც უზარმაზარ პატივს ვცემ, ლელა კონჭულიას გავაუყოფ და სხვებს დასაგულია პრაღაში ვინც მუშაობს, მათაც მათიას პირველ ყოვლისა სხვებს და ასევე გავაუყოფ ამგვარ კაცს ვაჟა თავბერიძეს, რომელსაც ასევე ვიცნობ. და კარგი კაცია ეს ვაჟა თავბერიძე, რომელიც პერიოდულად გვთავაზობს ხოლმე ძალიან საინტერესო ინტერვიუებს ძალიან საინტერესო რესპონდენტებთან. ხო და ვაჟა თავბერიძემ გუშინ გამოაქვეყნა ინტერვიუ გეორგ აიქჰოფთან, რომელიც არის ისტორიკოსი, რომელიც მუშაობდა უკრაინაში ერთი ხანობა, ასევე მუშაობდა ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში. ლათინურ ამერიკაში მუშაობდა ის ვენესუელის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების მრჩევლად და ის უაღრესად საინტერესო ანალიზს გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს ვენესუელის გარშემო პირველ ყოვლისა და მსოფლიოში აგრეთვე. მე ხა მთელ სტატიას ცხადი არ ჩაგიკითხავთ, მაგრამ ძირითად ამონარიდებს, ძირითად ნაკვესებს, აწილებს კი გაგაცნობთ, რა საკვირველია. და ეს ნაწილები, ეს უაღრესად საინტერესოა ჩვენს კონტექსტში, მათ შორის ან სოფლიოში მიმდინარე პროცესების კონტექსტში, ასე ვიტყვი, სოფლიოში მიმდინარე საინტერესო პროცესების კონტექსტში, რომლებიც ჩვენს გვინდა არ გვინდა გვეხება. ვაჟას ეს ინტერვიუ აკითხავთ, რომ ვრცელია მე დაბეჯითებით გირჩევთ, მაგალითად ერთ-ერთი ნაწილია. რუსეთის პრეზიდენტსაც სურდა ზელენსკის გატაცება, ან საერთოდ მოკლა. სცადა და არ გამოუვიდა. ტრამპი სწორედ ასეთი ტიპის ლიდერებს ეჭიდავება და მოიგო კიდეც ეს რაუნდი, ამბობს პატივცემული რესპონდენტი. ეს მოსაზრება აბსოლუტურად სწორი რა საკვირველია. აქ არწყლებს იმ მოსაზრებას თავიდან ბოლომდე, რომ რუსეთის პრეზიდენტს ან ნებისმიერ სხვა დიქტატორს სჭირდებათ ეგრეთ წოდებული მიზეზუკა ან პრიჩინა, ან მაგალითი ანალოგი და რაღაცა მადურო ასე დაატყვევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთიც აი სწორედ ამის გამო დაატყვევებს ახლა ზელენსკის. თქვენ გგონიათ მართლა რომელიმეს გგონია, რომ მადურო რომ არ დაეტყვევებინა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს არ ჰქონდა მცდელობა ან მომავალშიც არ ეცდება რომ მოკლას პრეზიდენტი ზელენსკი, ისტორიული მტერი პუტინის ამეთქი, ასე ვიტყვი. სხვა საინტერესო მოსაზრებებსაც გვთავაზობს, აკითხარით პატივცემული რესპონდენტი, გადავფურცლოთ. ამერიკა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა, მას ვენესუელური ნავთობი არ სჭირდება, რაც მას სჭირდება არის იმის მიღწევა, რომ ჩინეთს არ ჰქონდეს წვდომა ამ ნავთობზე, ანუ ვენესუელის ნავთობზე და ესეც ალბათ სწორი განცხადებაა, თუმცა მე შევავსებდი კი რა სხვაგვარი ინტერპრეტაციით ვიტყოდი, ამერიკას სჭირდება მეტი ნავთობი მსოფლიოში, რომ გაიაფთეს რუსული ნავთობი და ამ გზით მოხდეს რუსეთის მოხრჩობა და განადგურება. ზუსტად ალბათ არ არის, მაგრამ მაინც. ესაა დიდი სურათიო, ამბობს პატივცემული რესპონდენტი. აქვე ხო, ის ძალიან ბევრს საუბრობს თემაზე ვენესუელაში რა ხდება და მე მგონი რომ აბსოლუტურად სწორ ანალიზს გაკეთებს. ჩინეთთან დაკავშირებით, ჩინეთი რუსეთის კოლონიზაციას მოახდენს, გამოიყენებს მის ენერგიას და რესურსებს შეერთებულ შტატებთან გარდაუვალი კონფლიქტის მზადებისას. და პატივცემულის ავტორის, პატივცემული სტუმრის უფრო ზუსტი რო ვიყო, კვლავ ვიმეორებ, ეს არის გეორგ აიქჰოფი, ცნობილი ისტორიკოსი და ძალიან ცნობილი ექსპერტი და ცნობილი მიმომხილველი და კომპეტენტური ადამიანი, ის წინასწარმეტყველებს, ის ამბობს ღიად, რომ გარდაუვალია გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩინეთისა და შეერთებული შტატების პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, კონფლიქტი გამარჯვებად დაპირისპირება და ამისთვის ემზადება ახლა ყველა სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო უნდა აარჩიოს, უნდა შეარჩიოს თავისი პოზიცია, როგორი იქნება უკვე ამ თავითვე და ამას უკვე ჩემის მხრივ ვაბატებ თქვენის ნებართვით.
ხო, უკაცრავად ევროპაზე პატარა პასაჟი. საკვანძო კითხვა სწორედ ესაა, რას გააკეთებს ევროკავშირი. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია, რომ თუ ევროპა დასრულდა თავისი მოჭამა ევროპამ, მე არ მგონია, რომ ევროპა მორჩაო, ამბობს რესპონდენტი, მაგრამ მას მოუწევს სერიოზული გამოცდის ჩაბარება. თავადვე გადაჭრას თავდაცვის პროდუქტიულობის დემოგრაფიის პრობლემები. დღევანდელი ევროპა უდავოდ ძველი და დაღლილი საზოგადოებაა. ამ მხრივ ამერიკელები მართლაც ამბობენ, მაგრამ ევროპამ გამოსაფხიზნებელი სიგნალები მიიღო ვენესუელაში მომხდარი, ის რაც უახლოეს კვირებში შეიძლება გრენლანდიაში მოხდეს, ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაიღვიძოს. მან უნდა განსაზღვროს მნიშვნელოვანია თუ არა მისთვის საკუთარი სამეზობლო, საკუთარი გავლენის სფერო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი გზავნილები. ახლა მე გეტყვით ჩემს მის მხრივ დავამატებ, რომ ევროპამ უნდა გაიღვიძოს კი არა, უნდა გაიღვიძოს საქართველოსაც და გრენლანდიაში არ ვიცი, მაგრამ ირანში რაც მაღალი ალბათობით მოხდება, ეს უნდა იყოს ერთგვარი მაგალითი ჩვენი ქვეყნისათვის. მაგალითი არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ზუსტად იგივე გავიმეოროთ, რა საკვირველი იგივე არ უნდა გავიმეოროთ. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, ღიად უნდა გვახსოვდეს, ნამდვილად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ბიზინა ივანიშვილის რეჟიმის მოცილების სხვა რესურსებიც და არ არის ქუჩაში გამოვარდნა და ძალის დემონსტრირება გარდაულა დაუცილებელი, თუმცა თუ ბიზინა ივანიშვილი მეორე მხრივ დაიწყებს დახოცვას ხალხისა, ზუსტად ისე როგორც დაიწყო აიათოლების რეჟიმმა და იცით თქვენ რომ 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მოცემულ ეტაპზე ირანში, ირანის ქალაქებში, ამ შემთხვევაში ძალას ვერ დავუპირისპირდებით, გაგიკვირდებათ და უცნაურ რამეს ვიტყვი. ლოზუნგებით არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ რაღაც ძილს ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი, არაჩვეულებრივი მოქალაქეების კვლავ ვიმეორებ, ხაზგასმით ვამბობ, არაჩვეულებრივი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი. მე არავის რასაკვირველი არანაირი უფლება არ აქვს, რომ მოგვიწოდო ძალადობრივი ქმედებებისაკენ, მაგრამ დაშვებით, რომ თუ ხაზგასმით ვამბობ, გამოგამდინარადის გასაგონად, რომელიც მის სუსი ალბათ გარკვეული ალბათობით აკონტროლებს ყველას და მათ შორის ჩემს ვიდეო ბლოგებსაც, ჩემს ტექსტებსაც, ჩემს მოსაზრებებსაც აკვირდება, თუ ბიზინა ივანიშვილი გადავაზღვარს კიდევ ერთხელ და უფრო მძიმედ, ვიდრე გადავიდა, თუმცა იმაზე მძიმე რა უნდა იყოს, რაც ქიმიური იარაღის გამოყენება, თუ ბიზინა ივანიშვილი გამოვა, გადავაზღვარს, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს უფრო მკვეთრი ქმედებები ბიზინა ივანიშვილის მიმართ და წინააღმდეგ და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. უფრო ზუსტი რო ვიყო, არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე მოქმედება ჩვენ მოგვიწევს უკვე ამ თავითვე დამოუკიდებლად იმისა, ბიზინა ივანიშვილი როგორი იქნება მომავალში. დიახ, არა, რუსთაველის გამზირი ძალიან კარგია, რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგობა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ სოფლიოს სიო რო უბერავს ახლა თავისუფლებისა ხედავთ ალბათ ბევრი თქვენგანი ამჩნევთ აანალიზებთ ასე, ჩვენ პატარა ქალაქების ან დიდი ქალაქების შედარებით ჩვენი მასშტაბით დიდი ქალაქების პატარა ქუჩები თუ შედარებით დიდი ქუჩები უნდა დავიკავოთ, ანუ დემონსტრაციები უნდა იყოს ყველგან, რომ რეალურად შეწუხდეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და რეალურად გადადგას მან თუ ჭკუა ეყოფა რასაკვირველია კომპრომისული ნაბიჯები, ოღონდ ჩემი მოსაზრებით რუსეთიდან მართულ ბიზინა ივანიშვილს არანაირი კომპრომისული ნაბიჯების გადადგმის სურვილი, უნარი, შესაძლებლობა რასაკვირველია არ აქვს. ბიზინა ივანიშვილი უმალ მართლა გადავა აიათოლების მსგავსად ხალხის დახოცვაზე პირდაპირ ისრვის მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორც ისროლა კიდეც უბრალოდ ლეტალური შედეგი არ დამდგარა, ლადგულახდილებით უვიქნებით, ისროლა 2-3 წლის წინაც, ისროლა შარშან წინაც. ბიზინა ივანიშვილი გადავა და ისეთ შეცდომებს დაუშვებს, როგორ ტიპოლოგიით, როგორ შეცდომებსაც უშვებს მოცემულ ეტაპზე ირანის ხელისუფლება. და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის, ეს რომ ვიცოდეთ. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც გამოვიწვიოთ. უბრალოდ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ არ გავამძაფრებთ, ასე ვიტყვი, ჩვენს პროტესტს, ჩვენს მშვიდობიან პროტესტს თუ არ გავამძაფრებთ, ბიზინა ივანიშვილი რუსეთის კარნახით და პოლიტიკით კიდევ უფრო მეტად ადურთინებს თავს საქართველოს რუსეთის სივრცეში, რაც სრული კატასტროფა იქნება იმ თვალსაზრისითაც, რომ ამოდურთვა იმ ნეხვიდან თუ ჭაობიდან თავის ამოყოფა ჩვენ ფრიად გაგვიჭირდება ბიზინა ივანიშვილი, როცა წავა მშვიდობიანად, გასაკვირველია, უნდა წავიდეს, მაშინ ესეც უნდა ვთქვათ. რაც შეეხება ტრამპის პოლიტიკას, ტრამპი არ მოგვაქცევს ჩვენ ყურადღებას, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვა, მანამ სანამ ყველა სხვა ან ბევრი სხვა პრობლემა არ იქნება აღმოფხრილი მსოფლიოში, ამით სარგებლობს ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ცდილობს რომ დაალაგოს ამასობაში, დაალაგოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, თუმცა
თუმცა ის რაც მოხდა 2024 წლის ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში სავარაუდოდ ანუ ის რომ ქიმიური იარაღი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ახლა ამბობს რომ აგერახეთ იმ ქვეყანაშიც იგივე ნივთიერება გამოიყენეს და სხვა ქვეყანაშიც იგივე ნივთიერება გამოიყენესო ეს არასწორი ბრძანება არასაკვირველია ეს დანაშაულებრივი განცხადება არასაკვირველია ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ქიმიური ნივთიერება გახსნილი გამხსნელ შესაბამის გამხსნელში და ქიმიური ნივთიერება გახსნილი შესაბამის გამხსნელში და გარეული კიდევ წყალში ამ ინტენსივობით და ამ სიხშირით და ამ კონცენტრაციით ამ გარევით კონცენტრაციით ხო სწორება სიტყვა რამდენად და ამ კონცენტრაციით თუ გამოიყენა ეს უკვე არის დანაშაული ოღონდ ამას მე რომ ამბობ ეს არაფერს არ ნიშნავს უნდა ენდოთ სპეციალისტებს რომლებიც ამაზე ამახვილებენ ყურადღებას ბიზიდა ივანიშვილი გამოიყენებს თუ არა ქიმიურ ნივთიერებას გავარებოთ ლეტალურ იარაღს თავი ერთოს ქიმიური იარაღს ანუ წყლის ჭამს რომელშიც გარეული იქნება ქიმიური ნივთიერება რომელიც ადამიანებს დაწამლავს და რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს და შესაძლოა ლეტალური შედეგების დადგენას ამის შედეგად გამოიყენებს ბიზიდა ივანიშვილი რომ ვიცოდეთ მაინც ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები და კი არ უნდა გამოვიწვიოთ და კი არ უნდა პროვოცირება კი არ უნდა მოვახდინოთ ამ ხელისუფლების არამედ უნდა ვუთხრათ ამ ხელისუფლებას რომ შენ ღუპავ და იმიტომ გამოვდივარ მე ქუჩაში შენ ღუპავ ამ ქვეყანას შენ რუსეთის ნეხვში ადურთინებ თავს ამ ქვეყანას და ამიტომაც გიპირისპირდები შენ ყველგან რუსთაველზე და არა რუსთაველზე და პატარა ქუჩებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე მგონი ეს გარდაუვალი პროცესი არის გარკვეული პერიოდის შემდეგ დიდ ტალღას როგორც ასეც ბიზიდა ივანიშვილი ვერ გადაიტანს და დიდი ტალღა მათ შორის მსოფლიოში გარშემო მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით დადგება ჩვენს ქვეყანაში ამიტომ ბიზიდა ივანიშვილი ჩემოდანს უნდა ალაგებდეს მეთქი რომ თქვა ასე ალბათ მართალი ვიქნები ის მე მგონია რომ კი შეშლილი კი არის მაგრამ ოდნავ უფრო ჭკვიანი კაცია ვიდრე აიათოლა და ის არის სვრის თუმცა არც ამას არ გამოვრიცხავ იმიტომ რომ შეიძლება შეშლილობის ხარისხი ისეთიო რომ ისროლოს კიდეც ნეტავი არ ისროლოს რასაკვირველი არ უნდა ისროლოს რა თქვინა ჩვენ მსხვერპლი და რა თქვინა ჩვენი ლოკალური თუნდაც ომი რომელიც უკვე გამოცხადებული აქვს ბიზიდა ივანიშვილის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნახვამდის